ზოგს ღომის გაკეთება იოლის საქმე გონია და ეს არის ისეთი წესები აქვს თავისი რომ აუცილებლად უნდა ცოდა ჯერს უნდა კარგი გარეცხვა ერთი ფთილა ან ყვითელი ან მუქი ფერის არაფერი არ უნდა იყოს ნახეთ როგორი თეთრი და ქათქათა არის მე ვამბობ რომ ეს სწორად მოვამზადეთ ჩემი აზრით ერთხელ შემაშულმა ჩახედა ქვაბში და მე ვთხარი გადი ეხლა თავი გამანებებნა არა უნდა ვნახო ღომის გული როგორ ბათქუნობს მართლაც ესე არის პუყ რო იძახეს ცოტა უნდა ფქვილი შევაზილო ზოგი საერთოდ აზელს და მარტო ღერღილით ასქელებს ღომს ეხლა ზოგიერთმა მითხრა რომ ღომი რომ თეთრი და ქათქათა გამოვიდეს ცოტა უნდა შეურიო მანის ფქვილი და არავითარი ჭადის ფქვილი შერება აღარ დაჭირდება მაგრამ დღეს ჩვენ სულ ცოტას დაუმატებთ თავისივე გამონაცარ ჭადის ფქვილი და ამასობაში იმედია ზურად შემომიერთდება რა ვიცი ცოტა შეაგვიანდა და უჩემოდ დაიწყე და შემოგიერთდებიო და აი ეხლა ნახე ჩავაზელ მაგის გარეშე აი ნახე ბატონო მეგრელი ქალი ღომის კეთებას არავითარ შემთხვევაში არ დაიწყებს თუ თავზე არ გადაიკრა და ეხლა რახან ძალიან იმის ვაკეთებ სცენაზე ვარ აღარ მოვიწადინე რომ მეც თავი თავსაფრით გადამეკრა აი ამის ნახვაც ეძახიან მერე ბუდესავით რო ამოვარდება ამოღებული ღომის მერე ეს მთელი რიტუალი ეხლა ღომს ყველგან აკეთებენ იმერეთშიც გურიაშიც მაგრამ მაინც უფრო მეგრულ სამზარეულოსთან ასოცირდება ჩემო ბატონო აი ჩავზე ამაზე მეტი სისქი არ უნდა და ღომის ამოღებასაც რაღაცა თავისი პატარა წესები აქვს და იმასაც ვეცდები რომ რაშობი ნინო შენ უჩემოთ ახლა რაშობი უშენოდ შევაზილებ ნახე რა თეთრი და ფითქინა მაგის შენი დამსახურება რა მაგის ფითქინა უნდა არაჩვეულებრივ ხო აბა საგულდაგულოდ გარეცხვა ჩემს ბავშვობაში ნინო ღომს რეცხავდნენ იდგენ ჭასთან ქალები და იყო რეცხვა საცერის ტრიალი და ასე შემდეგ ახლა იყიდება უკვე გასუფთავებული ღერღილი ვენტილატორი ქვია მაგას იცი თურმე რაცხა მოუგონებიათ უბერავს კი განიავებული უკვე ის გამოცლილია ყველაფერი ბრინჯივით თეთრი გაფითქინებული ღერღილია უკვე ხელმისაწვდომი ეს მეგრელების აღმოჩენა ეს რო კარგი სიმინდის არ უკვე სუნზე ეთყობა მოტკბოსუნია ეხლა ამას დავტოვებ ცოტა ხანი დაშუშტება კარგად და მე ამოვიღებ გებჟალია გვაქვს ღომი გვექნება ნინო დღეს შენ ხარ გლიცინიების ფერებში გლიცინიები ყვავის და ნინომ გადაწყვეტა რომ თემატურად დღეს მისი სამოსი და ვარდი შეეფერებოდეს ბაღის გლიცინიებს დიახ ბაღის გლიცინიებს ამისთვის მხოლოდ მადლიერი ვარ მე დამავიწყდა ეხლა მე თქვა ჩვენ დღეს გავაკეთეთ ორმაგი ყველის გებჟალი ანუ სულგუნიც აქ და ყველის დიდრების გებჟალი ნინო სიმინდი ვისაც გონია იოლი ამბავი და სიმინდი ნაკლებად მოსაფრთხილებელი ამბავი გონია ვიდრე სხვა რამე რომელიმე ჯიში სცენარის ის ძალიან ცდება ნამდვილი ქართული სიმინდი არის აბაშის თეთრი ასეთი ჯიში არსებობს ფრჩხილის სისხვანი ყელი კბილები აქვს იმაზე უკეთესი იმაზე გემრიელი არც ერთი სხვა სიმინდი არა ერთია კიდე იმასაც მეგრელები იყენებენ სხვათა შორის იმერეთშიც მინახავს მოყვითალო რომაა კი ფლატყვითელი არა ის საფურაჟია ყვითელი რომაა და მეორე არის მოყვითალო ძალიან მოსაფრთხილებელია ქართული სიმინდი იმიტომ რომ ამ ჰიბრიდულმა ჯიშებმა რომლებიც შემოვიდა გადააგვარა რა თქმა უნდა იმას დაფრქვა ეს ჰიბრიდული ძალიან მომხიბვლელია უცებ შვება მაგას მოსავალს ბევრს იძლევა მოსავალს სამაგიეროდ არაა ყვათი არაა გემო ჭინტი სიმინდიც არაფრად არ ვარ გაის მოხარში გემო არა აქვს ხო ყვათი არ აქვს საქონელს რომ აჭმევ იმ სიმინდს იმ ჰიბრიდულ სიმინდს რომ აჭმევ არ აქვს მაწევრობა არ წაადგება ბევრი უნდა ჭამოს რომ წაადგეს ეს ჩვენი სიმინდი არის ძალიან ყვათიანი ძალიან გემრიელი და იმ გემოს რასაც ჩვენ ჭადს და ღომს და საერთოდ სიმინდისგან გვაქვს დაკავშირებული სიმინდთან ის გემო ნელ-ნელა იკარგება იმიტომ რომ ბევრი თესავს ამ ჰიბრიდულ სიმინდს ამასობაში იკარგება ეს ქართული ჯიში სხვა ამბავია კიდე ცალკე შეიძლება მაგაზე ვილაპარაკოთ ღომი რომ არსებობს ჩვენთან ის ცალკე ამბავია ის სიმინდამდელი კულტურა კი ბატონო და სხვათა შორის ის ნამდვილი ღომის ღომი მოდის უფრო მწირ ნიადაგზე ვიდრე სიმინდი და ნაკლები სჭირდება ნაკლები მოვლა ჭირდება და ნაკლები ქუთქუთი სიმინდს ორჯერ მაინც უნდა გათოხნა კულტივაციას ვეძახით აფხვიერება ის უნდა შემოყრა უნდა გამოთხელება უნდა აღმოსავლეთ საქართველოში სიმინდს რწყავენ დასავლეთში კი მადლობა ღმერთს ჯერჯერობით მორწყვა არ სჭირდება
უგემრიელესი აზოტის გარეშე მოყვანილი. აი არ შეედრება აზოტით მოყვანილს, ჩემი აჭარლები მიგზავნიან, ნაკელზე მოყვანილს მაგათ ბევრი საქონელი ყავს იცი შენ და უგემრიელესია, ნამდვილი, მოტკბო, უგემრიელესი ჭადი გამოდის. და ის ჩემი აჭარლები მთაშიც და ბარშიც აცხობენ ჩვენსავით სქელჭაც გურულებივით, ტაფაზე. სავსე ტაფა პირამდე. ოღონ ბელტება. ხომ დინახავ შენ? კი, როგორ არა. ცალ-ცალკე ბელტებად. გამოშუშტება კარგად. აუ რომ ცოდნო და მოდიოდი ჭადს დავაკრავდიო, ასე გეტყვია. ხო, იმიტომ რომ მას უნდა 2 საათი 2 საათი მაინც იმის გამოცხობას. კი ბატონო, ნამდვილად და მოგიბოდიშებენ დღეს ჭადს ვერ გიცხობ, იმიზე მიგეჩქარებაო. ხო და თუ მისული ხარ დარჩენით, აუცილებლად გამოგიცხობენ, გამოგითოთინებენ და იმაზე გემრიელი რომ ამოაწებ, კაიმახში თუ არა მე დედამიწას. ნახე ზურა. ეს მზაობა როგორ უნდა შემოწ. აი უკვე კედელს ზურება ღომი. აი ეს უკვე დაშუშებულია ჩვენ შეგვიძლია. ამოიღოთ ცოტა რამდენიმე წუთში. უგემრიელესი გებჟალია პიტნით და ჩაჩუხთუხებული კარგი ღომი. ჩუხებული ღომი გვექნება. სპეციალური ლაფერა არის ღომის ამოს. ეს არის ჩოგანი. ეს არის, ნუ ლაფერეს მაგივრად ამას ესე დიდი ხის ყოვზია და გამოვიყენებ, არ არის პრობლემა. ეხლა აი აქ გამზადებული ღომის თევშები, ამოვიღებ ულუფებად. ეს სხვათა შორის მაიამ მასწავლა ზუგდიდის ფაიფური ყოფილა. უი, რა სამბო, რა თემატურია. ხო, უხდება მაგას. აი ეს ემბლემა ლომი აქვს, მე მგონი თუ ცხენი, არ ვიცი. ეს ლურჯი კობალტიანი თევშები ყოფილა ზუგდიდის ფაიფური. კი. ჩვენი ბავშვობა. შენ რაღაცებს აკეთებდა ეს ყველა ოჯახში იყო ხელმისაწვდომი ფასი. მობრეცილი იაფი იყო. რა უჭირდა. აი შეხედე ახლა აი ნახე როგორ ამოვარიგო ლამაზად. მაგას შენ სუფრისთვის ისე იზამ რომ რა კაია, რა უხდება. ლამაზი უნდა იყოს. ყველა აი ეს არის ერთი ულუფა. ესა ერთი ადამიანის საბყოფი? კი ბატონო. ამაში ახლა ჩავდებ კარგად ჭყინთ სულგუნს და გებჟალიას. გებჟალიაც გვაქვს და გიახლებით. ნახე რა ფიქრია. უკვე სიამოვნებით. შემობატო. გიჟდები ნინო დეზერტირების ბაზარში რომ ჩადიხარ და გორები რომ აქვთ ასე. ფილის. როგორ მომწონს იქ ერთი ფატია ჩემი საყვარელი ქალი. ძალიან მიყვარს გიჟდები, კაი ოჯახის ქალია. ხო და იმ ფატის ყველაზე დიდი გორა აქვს. თვითონაც ფუმფულაა საყვარელია და გიჟდები ფატიზე და მის ახონხოლავებულ სიმინდებზე. სადაური სიმფხვილია მე და მე გრულია შენი ჭირიმე, ხო იცი? სარდლა? კაღურად რომ ითხრა. აბაშის თქმილია ყველაზე საუკეთესო რატომღაც იქ. ესე იგი კახელებმაც იციან რომ სიმინდი მეგრული უნდა. რაბარა, გაყიდვები ყველა მისწავლა, ეგრე კი არა. ერთხელ ჩემი თანამშრომლის მოწაფის ნუნუკა ძიძიგურის ქორწილში ვიყავით სამეგრელოში. მერე? მაგის ამბებს სუფრაზე მოგიყვებით. იმ ქორწილის ამბებს დღემდე მახსოვს, ასე თვალწინ მაქვს კადრები. ძალიან გახარებული ვარ, დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად იყავით. ცოტა დაინდეთ დღეს ეს საწყალი ქალი. ნუ მეგრელებმა ცოტა თუ რამე არ გამოუვიდა. მე მეგრელებს იმხელა სიყვარულს უგზავნი. არ არსებობს რომ არ მითანაგზონ ახლა ჩემი დღევანდელი თუ არ არსებობს ნახავ კომენტარებს წაიკითხე კარგად. მონდომება. დიდი მოკითხვა ჩემგან, ჩემს მეგრელებს, საყვარლებს, კარგებს, გულიანებს და არაჩვეულებრივ მზარეულებს. დიდი მადლობა.